წარმოადგენს თუ არა ხერხემლის მანტაშორისი დისკის თიაქარი ან პროტრუზია თავბრუ ხვევის, თავის ტკივილის ან ყურებში შვილის მიზეზს, რომელიც ვითომცდა ვითარდება თიაქრის ან პროტრუზიის მიერ სისხლძარღვზე მიჭყლეტით, რომელიც ამარაგებს თავის ტვინს სისხლით. რასაკვირველია არა, ეს სრული სიცრუეა. ეხლა აგეხსნით რატომ. ვინც იცის ანატომია, შეგახსენებთ, რომ თავის ტვინი ძირითადად სისხლით მარაგდება ხერხემლის არტერიისა და საძილე არტერიის დახმარებით, რომელიც მდებარეობენ ხერხემლის გარეთ, ხოლო მალთაშორისი დისკის თიაქრის დროს თიაქარი მდებარეობს ხერხემლის შიგნით არხში, რა დროსაც აწვება ნერვულ წნულს და არა სისხლძარღვს, რომელიც მიდის თავის ტვინისაკენ. ამიტომაც კიდევ ვიმეორებ, საძილე არტერია და ხერხემლის არტერია მდებარეობს ხერხემლის გარე მხარეს, ხოლო თიაქარი კი ხერხემლის არხში, ანუ შიგნით და ამის გამო შეუძლებელია თიაქარმა მიჭყლიტოს არტერია.